გამარჯობათ მეგობრებო. ვინც გსოვთ ქვევიდან ჯემპერს. ეს არის ჯემპერი, მოვგსოვეთ წელიდან ქვევიდან ზევით, მხრები მოვგსოვეთ, გასაგებია ხო სად ვართ? ახლა ვისაც აინტერესებს როგორ მოვაგსოვოთ საყელო. აქ უამრავი ფორმის და სტილის საყელოს მოგსოვა შეიძლება, მაგრამ ერთ-ერთი, რომელიც აინტერესებს ჩვენს მეგობარს და რომელიც გამოადგება ყველას, ვისაც დაჭირდება ასეთი სტილის საყელო, რომ მოაგსოვოს ჯემპერს. ვიღებ ორ წყვილ ჩხირებს, აი ასეთს. შეგიძლიათ ერთი თუ არ გაქვთ ჩხირები, მეორე წყვილი, ასე ვთქვათ, შეგიძლიათ ძაფი გამოიყენოთ. ზოგი მაგალითად უმატებს და ისეთნაირად ამოჰყავს შიგითა თვლები. ვიღებთ გარედან და შიგნიდან აი ამ საყელოს ნაპირზე ორ მაგად თვლებს, აქედანაც უნდა მოყვეს და აქედანაც. ამიტომ მე ვიღებ ორ წყვილ ჩხირებს და შიგითა მხრიდან ჩხირებზე ამოვიყვან. და ვისაც დაუშვათ არ ექნება ჩხირები, ძაფი შეუძლია აი ამ ჩხირების მაგივრად აი ასე დაუტანოს და გამოიყენოს. ასეც აკეთებენ. ერთი სიტყვით ახლა მე რასაც გავაკეთებ, ეს ვნახოთ, ხო? ეს არის წინა გული, შემოვატრიალოთ, ეს არის ზურგის მხარე და აუცილებლად ვიწყებთ ზურგის მხრიდან, რომ ის შეერთების წერტილი აქ მოხვდეს და არა წინა გულზე. კარგით? და რა თმინდა ახლა ეს ორი წყვილი ჩხირი რას ვაკეთებ? თვლებს ამოვიყვანთ აუცილებლად ყველა თვალში, აი აქ როგორც არის დახურული, ყველა თვალში და აუცილებლად აი ეს ხოა თვალი. ორივე ერთ გვერდში არ გახვიდე და ასე არ ამოიყვანო. იმედია ჩანს. აი მხოლოდ აქ არ გახვიდე და არ ამოიყვანო. ორივე, აი თვალი მთლიანი, რო დახურე და გადმოიყვანი და გადმოიყვანი, აი ეს მთლიან თვალში უნდა გამოვიყვანოთ ძაფი. ახლა მეორე ჩხირს დავდები იქით ამ მხრიდან, რადგან შემდეგ იქიდანაც მჭირდება ის თვლები და რასაც გავაკეთებ, ის გააკეთეთ თქვენც. ეს შეგიძლია თუ გაგიჭირდა ჩხირით გამოყვანა თვლების, ყაისნაღითაც გამოიყვანო და შემდეგ გადაიყვანო. ნუ ცოტა ზედმეტი სამუშაო იქნება, მაგრამ თუ გაგიჭირდა ჩხირით გამოყვანა. ყველა თვალში, თან ორმაგად გავდივართ ამ თვალში მთლიანად, აი ასე. აი ასე. შემდეგი თვალი. დააკვირდი, მე იქიდან რო დავტოვე მეორე ჩხირი, აი ეს ლარი რაც არის, ხო, რაც ქვია შნური, რაც გინდა დაარქვი, ერთი თვალი გამომყავს ქვემოდან, ერთი თვალი ზემოდან. რო სულ ზევით არ დამრჩეს ეს შნური თუ რაც ქვია, ან სულ ქვევით არ დამრჩეს, ხო? იქიდანაც მჭირდება ჩვეულებრივად რაოდენობის თვლები, რამდენიც აქედან უნდა გამოვიყვანო. შემდეგი. დააკვირდი, ქვევიდანაა გამოყვანილი, ახლა ზევიდან გამოვიყვან. ამომყავს შემდეგი თვალი, არც ერთი თვალი არ გამოტოვო. შემდეგი თვალი, ზევიდან მაქვს გამოყვანილი, ახლა ქვევიდან გამოვიყვან. შემდეგი თვალი, ქვევიდან თუ გამოვიყვანე, ამ შნურს, ამ ლარს ვგულისხმობ ქვევიდან და ზევიდან.
ახლა ზემოდან გამოვიყვან. აი აქ ყველა თვალი უნდა დაფიქსირდეს. ვაგრძელებთ. კიდევ ამბობ, თუ გაგიჭირდეს 100 ამოყვანა თვლების, ნახე. გახვალ ყაის ნახით შემდეგ თვალში. ახლა ზევიდან გამომიყვანია და ქვევიდან გამოვიყვან შემდეგ თვალს. აი ასე გადაიტან. შემდეგი თვალი აუცილებლად შემდეგ თვალში და მთლიანად. ახლა ზემოდან გამოვიყვან. გადაიტანა აქ ჭხირზე. სულ სათითაოდ არც ერთი თვალი არ გამოგრჩეს და აუცილებლად არ გამოგრჩეს, რომ ან ზემოდან ან ქვემოდან ყველა თვალი იქით უნდა დაფიქსირდეს, როგორც აქ გამოყავს. აი მთლიანი, ახლა ქვევიდან გამოვიყვან. არ ვიცი, რომელი უფრო ადვილია, რომელიც გაგიადვილდეს, ისე ამოიყვენ თუნდა ჭხირით, თუნდა ყაის ნაღით, ყველა თვალში. ახლა ზემოდან გამოვიყვან. შემდეგი თვალი, ახლა ქვემოდან. აი ნახე და აი აქედანაც. აი ეს ჯემპრის რაცა პირგადანაყარი, ხო? ეს დარჩება აქ, შუაში, აქ. ვაგრძელებ შემდეგი თვალი, აუცილებლად შემდეგი და აი ეს ხوارეფარება, აი აუცილებლად მთლიანი თვალი და არა ერთი გვერდი, თორე ის ამოიძაბება შემდეგ და რაქრჩება დიდი ფანჯარა. ნახევარი თვალი რო ამოიყვანო, ამას გულისხმობ. შემდეგი თვალი და მთლიანად გადიხარ, ახლა ქვევიდან. ასე მთლიანად ამოვკრიფოთ ეს თვლები, მივხვდი ახლა გასაგებია, ხო? აქ ეს შნური გაქვს, ძაფი გაქვს, თუ რაც გაქვს აქ დატოვებული. მე ვტოვებ ამას, ამას, რადგან შემდეგ ჩვეულებრივად ჭხირებს ტოვებ ახლა და ამ ჭხირზე ამომყავს, რადგან ეს მხარეც უნდა მოიქსოვოს შემდეგ და მე უკვე ჭხირზე გადაყვანილი მექნება თვლები. კიდევ იმეორებ, ზოგი აქ ძაფს ტოვებს და იმ ძაფის ქვემოდან და ზემოდან ამოყავს თვლები, რომ დააფიქსიროს. სხვა ფერის ძაფი უნდა დატოვო, ამ შემთხვევაში დაუშვათ და არ გაქვს მეორე წყვილი ასეთი ჭხირები. სხვა ფერის ძაფი უნდა დატოვო, რომ აი შნურს ხო ხედავ ახლა აქ, ხო? აი ეს. რომ ის ძაფი გამოჩნდეს სხვა ფერისა, სად არის, მიხვდე შენ, რომ აი ეს თვალი უნდა ამოიყვანო. ჯემპრს რო ქსოვ, ამ ფერისა რაც რჩება, ის თვალი უნდა ამოიყვანო და არა აი ეს ძაფი რო გექნება დატოვებული. ამიტომ რომ არ შეგეშალოს, რომელი ამოყავს, სხვა ფერის კონტრასტი რო იყოს და ჩანდეს კარგად, სხვა ფერის ძაფს დატოვებ, იმაზე გადმოიყვან თვლებს და შემდეგ იმ ძაფს დატოვებული ძაფის თვლებს კი არ ამოიყვან, თვითონ ჯემპრის თვლებს მოგსოვ, აი ამას. თუ საშუალოა დაუშვათ და არ არის, ხო, მეორე წყვილი ჭხირები ასე გააკეთე. მე ვაგრძელებ შემდეგი თვალი, ახლა ზემოდან გადმოვიყვან, იქით შნური რომ აქვს დატოვებული. თუ ლარი, თუ ჭხირები, რაც არის, რა ვიცი, ერთი სიტყვით რა. შემდეგი თვალი, აი ეს არის. მთლიანი თვალი გამომყავს, ახლა ქვემოდან. ყველა თვალი, ორი თვალი რო ან ზემოდან გამოიყვანო, აი ამ ჭხირის, ან ქვემოდან, დაგრჩება აქ ძალიან დიდი ცარიელი ადგილი და შემდეგ თვალიც დაგაკლდება შიგით მხარეს რომ მოგცო ამ ჭხირზე რაც თვლები იქნება და ადგილი ღია დაგრჩება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა, ხო? ახლა ზემოდან გამომყავს. ვერაფერიც ვერ გამომყავს, წამოედო კიდე სხვა ძაფი. აი ასე.
ამ ჭხირზე გადმოიყვანეს. ჭხირიც მოდის თანდათან, ხო? მე ვფიქრობ, ახლა იმ ჭხირით გამოყვანას, მით უმეტეს, როცა თუ უჭირს ადამიანს ამოქსოვა, აი ეს ნახეთ უფრო ადვილად ამოკრიფავ ამ თვლებს და არ დაგრჩეს არც ერთი თვალი. ახლა ნახე ქვევიდან და გამოვიყვანო. ეს თან უნდა მოვიყოლოთ ერთი ზევიდან, ერთი ქვევიდან. ყველა თვალი გვჭირდება. რაღაცა არ გავაკეთე სწორად. დავაბრუნებ უკან. სხვა ძაფი მოვიყოლე და იმიტომ იმან. აბურდა. აი აქ გადაკერვის ადგილია, შეერთების ადგილი და მაწვალებს. აი. კი ბატონო. შემდეგი აი აქ. აქ ახლა ნახე რა ხდება. ეს არის წინა მხარე, ამოვდივართ მხართან და აქ ყოველთვის უნდა უკლოთ, რომ წინაგული ცოტა დაბლა იყოს, ღია და ასე, როგორც არის დარჩენილი და აქ ალაგ-ალაგ ჩვენ გვაქვს კლება, ხო? დააკვირდი. ამ კლების ადგილები ცოტა მეტად ღია არის, ხო? ეს თვალია ახლა, ეს უნდა ამოვიყვანო, მაგრამ აქ ნახე რამ ხელა ადგილს გვიტოვებს. ამიტომ მეორე თვალიდან მოაყოლე ნახევარი მთლიანი არა აქედანაც. ამ თვალს ხო იღებ შენ მთლიანს. და სხვა თვალი, ახლა ეს რომ მოაყოლო, აქ დაგრჩა კიდე ძალიან ღია, ამიტომ აი სადაც დააკვირდი, სადაც უფრო დახურავს, ნახევარი თვალი მოაყოლე და თავარია თუ სწორედ გამომყავს იქედან, ეს არ დამრჩეს. კი, ეს ზემოდან უნდა ამოვიყვანო ახლა. ნახე ახლა აი აქედან როცა ვუკლებთ, იქ ყოველთვის გექნება ასეთი ფართო ადგილები შეგხვდება. ამიტომ გვერდიდან ნახევარი თვალი მოაყოლე კიდევ ვიმეორებ. ახლა ქვევიდან გამოვიყვან. აი ასე. ახლა ზევიდან გამოვიყვან. აი ასე. ლამაზად და ძალიან ისე კოხტად ამოიყვანე თვლები. ახლა მე ნიმუშს ვქსოვ და ვქსოვ რა. იმიხდი ხო? ძალიან გაუფრთხილდი. ეს საყელოა და ყველა თვალი ძალიან ლამაზად ამოიყვანე. ახლა ქვემოდან ამოვიყვან. აი აქაც ნაკლებია და ნახე როგორი ადგილია. ამიტომ გვერდითა თვალი არა, ისევ დიდ ადგილს დაგიტოვებს. ნახე, უფრო დახურული თვალის ნახევარს წამოვიღებ, ამ თვალსაც მივამატებ, რა თქმა უნდა, არსად დაგრჩეს და აი ასე გამოვიყვან. სამაგიეროდ აი აქ დახურული ამოვა მთლიანი და არა დიდი ფანჯარა არ დაგრჩება. შემდეგი თვალი ახლა ქვემოდან. მედია აქ არ დამავიწყდა არც ერთი და ყველა სწორად გამოვიყვან. თუ რამე შემეშალა არ აუშავს, ეს ნიმუშს ვქსოვთ, მთავარია შემდეგ თქვენ როცა გსოვთ, ძალიან ყურადღებით იყოთ. შემდეგი, აი აქაც კლებაა, ნახე? ეხლა ეს ლოგიკურია, ხო, როცა უკლებ და მიდიხარ, აქ ასე რჩება, რას ვიზამთ ახლა. აი ქვედა დახურული თვალის ნახევარი წამოიღე, ეს თვალი მთლიანად და ასე გამოიყვანე, მაგრამ აი აქედან უნდა გამოვიყვანოთ ახლა. რომ შიგითაც თვალი დავაფიქსიროთ. შემდეგი თვალი ახლა გარედან. შემდეგი თვალი ახლა ქვემოდან.
მიხვდით ალბათ ხო მეგობრებო, რას ვაკეთებთ? აი, მოდის ახლა ესაც მოდის, აქ თვლები ფიქსირდება, ამ თვლებს შემდეგ მოვგზავთ, აქედან ესაც და როგორ ვაკეთებთ ახლა და მთლიანად ამოვიყვანთ ამ თვლებს და მოვალთ თავის ადგილას ბოლოში. შემოვგზოვე მე მთლიანად, მოვედი და აი ბოლო თვალი ამომყავს, ნახე. მოვიტანე ეს შნური, ეს მეორე წყვილი ჩხირებიც აქამდე და აი ბოლო თვალი ამოვიყვანე. ახლა ეს როგორც არის აქ, ამოვიყვანე თვლები და დროებით ვტოვებ იქით. მე აქეთ მხარეს ვიწყებ ახლა გზოვას. და რას ვშვრებით? ეს ძალიან სხვილი ჩხირებია. ამ ჩხირებით კი მოვგზოვე, მაგრამ ახლა ცოტა რთული აქ. ამითი მუშაობა და ამიტომ გონი შევცვლი მე ამას. რას ვაკეთებთ ახლა? მთლიანად ავიღეთ ჩვენ თვლები, აქეთ მხარეს, აქეთ ამ შნურზეც, ლარზეც, მეორე წყვილ ჩხირებზეც. ახლა ვტოვებთ შიგით ამ მხარეს, ასე როგორც არის, დროებით ვტოვებთ და აი აქ გარეთა თვლებს რაც ავიღეთ, ხო, ვიწყებთ გზოვას. ჩვენ ერთი რიგი თითქმის მოვგზოვეთ, ხო, თვლები რო ავიღეთ, ხო, გამოგვყავდა თვლები, ეს ხო ნიშნავს, რომ მოვგზოვეთ. ახლა ნახე. ვგზოვთ, მაგრამ ვგზოვთ უკუღმა და თვლები ყოველთვის სწორედ ამოიყვანე, აქ თუ რამე იქიდან, აქიდან გაქვს ამოყვანილი, სწორედ მოგზოვე უკაცრავად. ამ რიგს ვგზოვთ უკუღმა, მთლიან რიგს. თვლები რომ ამოვკრიფეთ საყელოსი, ის არ ითვლება და ჩვეულებრივად წაღმა ამოყვავდა ის თვლები. ახლა პირველ რიგს ვგზოვთ უკუღმა. ჩვენ ყაისნაღით გამოყვავდა და გადაყვავდა ჩხირზე, ამიტომ შეიძლება ასე იყოს თვალი, ასე იყოს შემობრუნებული და ყველა თვალი სწორედ მოგზოვე. იქიდან დაგჭირდება ამოყვანა თუ აქედან, ყველა თვალი სწორად მოგზოვე. შეატრიალე, შემოატრიალე და სწორად მოგზოვე. აი ესენი ახლა ასე როა, ხო? უბრალოდ გადაყვანილი იყო ყაისნაღით, გამოყვავდა თვალი. ვიწყებთ გზოვას და პირველ რიგს აუცილებლად მოგზოვ უკუღმა. ერთი რიგი მოგზოვეთ უკუღმა. დავარქვათ ამას პირველი რიგი მოგზოვეთ უკუღმა სულ. აი ასე. შემდეგ ორი რიგი უნდა მოვგზოვოთ წაღმა. უკუღმა რიგი მოვგზოვეთ, პირველი რიგი, მეორე რიგს ვგზოვთ ახლა წაღმა. და მესამე რიგსაც მოვგზოვთ წაღმა.
ერთი რიგი უკუღმა, ორი რიგი წაღმა. შემოგსოვ წაღმა და კიდევ ერთ რიგს. ორი რიგი მოგსოვე წაღმა უკუღმას შემდეგ. შემდეგ მოგსოვეთ ორი რიგი წაღმა უკუღმას შემდეგ, ხო? ახლა შემოვბრუნდებით, ვტოვებთ გარეთ ამ მხარეს და შიგით ამ მხარეს თვლები რომ გვაქვს, იგივეს ვიმეორებთ. აი აქედა. შეგიძლია შემოbrunდე და აქედან აი ასე, აქედან მოგსოვო. ამ მხრიდან. შეგიძლია აი აქედანვე გააგრძელო. მაგრამ ახლა მე აი შიგით ამ მხრიდან აქედან მოვგსოვ, რომ გასაგები იყოს, რას ვგსოვთ, რადგან აქაც არის წაღმა და უკუღმა ჩვეულებრივ. იგივე სახე უნდა მივიღოთ და დავტოვოთ, რაც აქ გარედან. ერთი უკუღმა, ორი წაღმა. და საყელოა ეს, ხო? ამიტომ უნდა ერთნაირად იყოს. ახლა ეს ცოტა დიდი ჭხირებია, გადავიყვან ამას, გავაშუალედებ და აი ნახევარს ასე გამოვიყვან და პატარა ჭხირებზე გადავგსოვ. აი ასე რომ უფრო გამიადვილდეს, აქ ადგილი არ არის კამერასთან და რომ გამიადგილდეს მუშაობა. აი ასე. ნახეთ ახლა რას ვაკეთებ მე. შიგითა პირიდან ვგსოვ. აი ეს ხო გარეთა იყო, მოვგსოვეთ აქ, ახლა ასე მოვდივარ და შიგითა პირიდან ვგსოვ და რას ვაკეთებ. ეს მხარეც უნდა მოვგსოვოთ პირველი რიგი უკუღმა. ახლა აქაც თვლები, აქ უფრო მით უმეტეს ჩვენ ეს შნურზე, ლარზე, ჭხირზე, ძაფზე, რაზეც იყვან, აქედან ან ქვემოდან ან ზემოდან როგორც გადაყვება, ხო, ნახე პრინციპი. ახლა უნდა სულ შეატრიალო და შემოატრიალო, რომ თვლები წაღმა ამოიყვანო, სწორად ამოიყვანო და გადაგრეხილი, გადმოგრეხილი არ ამოგსოვო. და ვგსოვთ სულ უკუღმა. რომ საუბრობ, მერე მეშლება რა მომყავს, სადა მომყავს, ამიტომ დაკვირვებით მოგსოვეთ, თქვენ არ დაგჭირდებათ ახლა ახსნა განმარტება და ყურადღებით მოგსოვთ. აი, აქედან, შიგით ამ მხრიდან ვიწყებ გსოვას, იმ დატოვებული თვლების და პირველ რიგს შემოვგსოვ უკუღმა. ვატრიალებ თვლებს, რომელიც 100-ია ამოყვანილი თუ 100-ია. აი აქ სისწორეში ვტოვებ და აი ასეთნაირად უკუღმა ვგსოვ ამ რიგს. აი ეს შემოსაბრუნებელი იქნება ყოველი მეორე თვალი. აი ასე. მოვგსოვე შიგით ამ მხრიდან უკუღმა. საყელოს მეორე მხარე, ასე ვთქვათ, შიგით ამ მხარე. ერთი რიგი მოვგსოვე უკუღმა. ახლა. აი სად ვარ, ხო? ახლა ნახე. აქედან რომ მოვგსოვეთ უკუღმა გარეთა პირიდან, შემდეგ მოვგსოვეთ ორი წაღმა, ჩვეულებრივ. ახლა ვგსოვთ აქედან და აი პირველი რიგი აქაც მოვგსოვეთ უკუღმა. ეს იქითი მხარია, მგონია, ეს შუაზე დარჩა, რაც ამოყვავდა. ახლა ვაგრძელებ და ორ რიგს აქაც მოვგსოვ წაღმა, როგორც ვგსოვდი აქ. აქ როგორც მაქვს ეხლა, აქედან ასე მოვგსოვ წაღმა. აი ასე, ამ მხარეს. აი უკუღმა მხრიდან, შიგითა მხრიდან ვარ და აქ ვგსოვ იმ საყელოს შიგითა თვლებს. და ვგსოვ ახლა ორ რიგს წაღმა, ერთი უკუღმას შემდეგ.
ორ რიგს აქაც მოვგსოვთ წაღმა. შიგითა პირიდან უკუღმა მხრიდან ვგსოვდი ორ რიგს წაღმა და მოვგსოვე. ეს სად არის? აი აქ ჩამოვჭი. ახლა რას ვაკეთებთ? აი, მოვგსოვე ესაც ორი რიგი უკუღმას შემდეგ, როგორც აქ ორი რიგი წაღმა უკუღმას შემდეგ. გამოვდივარ ახლა აქედან გარეთ ამ მხარეს. გარეთ ამ მხარეს, ნახე. ჩვენი მინიატურული ჯემპერი. ვინი პუხი უნდა გვყავდეს, რომ ჩავაცოთხოთ. ახლა, ნახე. ორივე მხარეს მაქვს მე თითო რიგი უკუღმა მოგსოვილი, ორი რიგი წაღმა. აქეთაც ზუსტად ერთნაირად არის თვლები, ერთნაირ სიმაღლეზე, ერთნაირად მოგსოვილი. ნახე ახლა. ამ თვლებს მე ისე მოვგსოვ, რომ შევაერთებ აი ამ საყელოს ორ მაგ თვლებს, აქეთ და აქეთ. ეს გარეთ ამხარია, ეს შიგით ამხარია, ერთნაირი რაოდენობის თვლებია, ერთნაირად რიგები მოვგსოვეთ, ერთი უკუღმა, ორი წაღმა, ერთი უკუღმა, ორი წაღმა. ახლა ნახე. შემოვატრიალო. აქედან წაღმა და აქედან ეს თვალი გამომყავს ერთად. აქედან გადიხარ, ესენი არ შეგიბრუნდეს და შემოგიბრუნდეს თვლების სწორედ ამოიყვანი. აქედან გადიხარ, შემდეგ მეორე ჩხირზე იმ თვალზე გადიხარ და ერთი თვალი გამოგყავს. ასე ვთქვათ, უკლებთ, ხო, ორმაგი ხო იყო აქეთ და იქით, ეხლა იმ ორიდან ერთი ამოყავს. ნახე ახლა, აი ამას თუნდა თუ უფრო ადვილი ეს შენთვის გადმოიტანი აქ და ერთად ამოიყვანი. გადმოიტანი აქ, მეორესთან ერთად ამოიყვანი. არც ერთი თვალი ცალკე არ მოიგსოვება. იქითი ჩხირიდან, აქეთი ჩხირიდან ერთად. აქედან გადი, აქედან არ გახვიდე, არ მოგრეხო თვალი. ერთი, ორი, ერთად მოგსოვ. თუ გინდა ერთი თვალი გადმოიყვანი და მერე ორი ერთად მოგსოვე, თუ გინდა ერთ თვალში აქედან გადი, მეორე თვალი იქიდან ერთად ამოიყვანე და ორივე გადაიყვანი. აუცილებლად პირველი თვალი ეს იქნება აქედან, შემდეგ იქიდან და აი ასე მოგსოვ. მე მგონი გასაგებია, ხო? ცოტა მუქი ძაფია, მაგრამ უნდა გამოჩნდეს, რა ვიცი, ღია ჩხირებია და ფონიც ისეთია, რომ უნდა ჩანდეს. ერთად გადაიყვან და შემდეგი, აი, ნახე რა გამოგვივა ახლა. დაიხურა აი ეს ღია ადგილი და აი ვგსოვთ ახლა ერთად.
მაგრამ არ გვჭირდება ეს ორმაგი თვლები იქით და აქეთ, არც ბევრი თვლები და ვუკლებთ ახლა ერთი აქედან, ერთი იქიდან. ერთად ამოვიყვანთ, თან უნდა დავხუროთ აი ეს ღია ადგილი და აი ასეთი რაღაც უნდა გავაკეთოთ. ახლა ამას ასე გადაგსოვთ მთლიანად და სულ ორ-ორი თვალი ბოლომდე ასე უნდა მოგსოვო, რადგან ერთი რაოდენობის თვლები გაქვს ორივე ჭხირზე. შემოვგსოვე მთლიანად, ერთად ამოვიყვანე ეს ორ-ორი თვალი და აი დამრჩა 3 თვალი ამ ჭხირზე, 3 თვალი ამ ჭხირზე. მოვედით ბოლოში. ახლა 3 თვალს ერთად ამოვიყვან ორ-ორს, როგორც ვგსოვთ ამ რიგს. აი ასე. აი ასე და ბოლო ორი თვალი. აი ასე, ეს ჭხირი წავიდა, განთავისუფლდა აქედან, ხო? დავნახოთ რა მივიღეთ. ნახე. აქედან თავისთავად ბოლო რიგი უკუღმა იქნება, აქედან ჩვენ გარეთა პირია და წაღმა გვჭირდება, აქედან ეს. და ის რაც ამოვკრიფეთ ის თვლების ნაპირები და უშნო რაღაცები, აქ სულ შიგნით დაიმალა, არც აქედან სუფთა საყელო გვაქვს. ვაგრძელებთ. ეს აქ არ მთავრდება და შემდეგი რიგი. ახლა ნახეთ ჩვენ რას ვაკეთებთ. ვგსოვთ საყელოს. საყელოს რეზინაც სჭირდება, ხო, აუცილებლად. შემდეგი ნაბიჯი არის სულ წაღმა გვაქვს, ეხლა ეს თვლები ამოყვანილი. ახლა ნახე, პირველი თვალი წაღმა ამოიყვანე. ასე, შემდეგი უკუღმა, შემდეგი წაღმა, შემდეგი უკუღმა. ესე იგი, ახლა ჩვენ ვგსოვთ რეზინას, ერთი წაღმა, ერთი უკუღმა, ერთი წაღმა, ერთი უკუღმა. აი ასე. ახლა ეს არ შემიშალოს კიდე. წაღმა, უკუღმა, თითო თვალი, სულ წაღმა გვაქვს ჩვენ აქ, არა გვაქვს წაღმა უკუღმა, ახლა ჩვენ დავაყენებთ წაღმა უკუღმას და იწყებთ წაღმა თვლით. რეზინას ვგსოვთ, ახლა თუ რამე განსაკუთრებული და აუცილებელია, უკუღმა თვლით დაიწყეთ, მაგრამ რეზინას ვიწყებთ წაღმა უკუღმა, თითო თვალი. აუცილებლად თითო თვალი, ამ რეზინას ასე სჭირდება. წაღმა უკუღმა. ახლა ამ წაღმა უკუღმას ჩვენ რეზინას მოვგსოვთ 3 რიგს. ერთი რიგი ხო, ახლა პირველ რიგს ვგსოვთ, დავაყენეთ წაღმა და უკუღმა. ამ რიგს რომ მოვგსოვთ, კიდე ორ რიგს მოვგსოვთ იგივე უკუღმას, წაღმა, წაღმა. ერთი სიტყვით, ჩვენ აქ წაღმა უკუღმა თვლებს მოვგსოვთ 3 რიგს. ნახე, მოვგსოვეთ 3 რიგი წაღმა უკუღმა. ჩვეულებრივი რეზინა, ერთი წაღმა, ერთი უკუღმა, ორი არ დააყენო, ერთი წაღმა, ერთი უკუღმა. ამის შემდეგ რას ვაკეთებთ? ყურადღებით და ნახე. ამის შემდეგ. არ ვიცი თუ იცით, ბევრკან გვაქვს ვიდეო ჩაწერილი, როგორ იქსოვება ორმაგი რეზინა. აი ახლა ვიწყებთ ჩვენ ორმაგ რეზინას ირგვლივ ქსოვას. ვგსოვთ მხოლოდ წაღმა თვლებს. იმედია ჩანს გარკვევით. უკუღმა თვლები გადაყვავს, არ ვგსოვთ ძაბს, ჩვენ მხარეს ვტოვებთ აქეთ. ასე იქით არ დაგრჩეთ. აი, ასე გადაყვავს უკუღმა თვლები, არ ვგსოვთ. წაღმა თვლებს ვგსოვთ.
უკუღმართულებს არ გსოვთ გადაყვას, ძაბს აქეთ ვტოვებთ აუცილებლად. წაღმართვალს ვგსოვთ. უკუღმართვალი გადაყვას, ძაფი ჩემსკენ აუცილებლად. ვგსოვთ მხოლოდ წაღმართულებს, უკუღმართულები გადაყვას, არც ერთს არ ვგსოვთ და ძაფი აქეთ რჩება. ორმაგი რეზინის პირველი რიგი. წაღმართვალს ვგსოვ, უკუღმართვალი გადამყავს, არ ვგსოვ, ძაფი აქეთ. მოვგსოვეთ ერთი რიგი. ორმაგი რეზინა დავიწყეთ და ერთი რიგი მოვგსოვეთ. წაღმართულებს ვგსოვთ, უკუღმართულებს არ ვგსოვთ, ძაფი აქეთ. ეს რიგი დამთავრდა, მოვგსოვეთ. მეორე რიგი ორმაგი რეზინასი. ჩვეულებრივი რეზინადან გადავედით ორმაგ რეზინაზე და ახლა მეორე რიგი. შევცვლით ახლა, წაღმართულებს არ ვგსოვთ, ძაბს იქით ვტოვებ. გადამყავს წაღმართვალი, უკუღმართვალს ვგსოვ. წაღმართვალს არ ვგსოვ, მეორე რიგს ვგსოვ ახლა. ძაბს იქით ვტოვებ, უკუღმართვალს ვგსოვ. წაღმართვალს არ ვგსოვ, აი ასე გადაიყვანე პირდაპირ, რომ ასე არ გადაიყვანო, თვალი არ მოიგრიხოს, რომ შემდეგ სწორად ამოიყვანო სხვა დროს. შემდეგ რიგზე. წაღმართვალი გადამყავს, არ ვგსოვ, ძაფი იქით. უკუღმართვალს ვგსოვ. წაღმართვალი გადამყავს, არ ვგსოვ, ძაფი იქით. უკუღმართვალს ვგსოვ. ამ რიგს ახლა ასე მოვგსოვ. წაღმართვალს არ ვგსოვ, ძაფი იქით რჩება, უკუღმართვალს ვგსოვ. ამ რიგზე ვგსოვ მხოლოდ უკუღმართულებს, წაღმართულები გადამყავს, ძაფი იქით. ეს რიგიც მთავრდება, უკუღმართულებს ვგსოვთ, წაღმართულები გადაყვავს, ძაფი იქით. ორმაგი რეზინას მეორე რიგი. ორმაგი რეზინას მესამე რიგი. დააკვირდი. წაღმართვალს ვგსოვ, უკუღმართვალი გადამყავს, ძაბს აქეთ ვტოვებ, როგორც პირველი რიგი მოვგსოვე ორმაგი რეზინასი. წაღმართვალს ვგსოვ, უკუღმართვალი გადამყავს, არ ვგსოვ, ძაბს აქეთ ვტოვებ, ჩემ მხარეს, წაღმართვალს ვგსოვ. უკუღმართვალს არ ვგსოვ, გადამყავს, ძაბს აქეთ ვტოვებ, წაღმართვალს ვგსოვ. უკუღმართვალს არ ვგსოვ, გადამყავს, ძაბს აუცილებლად აქეთ ვტოვებ ამ დროს. წაღმართვალს ვგსოვ. ორმაგი რეზინას მესამე რიგს ვგსოვ. წაღმართვალს ვგსოვ, უკუღმართვალს არ ვგსოვ, გადამყავს, ძაფი აქეთ. წაღმართვალს ვგსოვ. ეს რიგიც მოიგსოვა და ორმაგი რეზინას მესამე რიგია. აი მივიღეთ აი ასეთი სახე ჯერჯერობით. ახლა რას ვაკეთებთ? რასაც გსოვთ, მეგობრებო. აი ეს არის საყელო, ხო? ჩემ შემთხვევაში ამ ხელაა საყელო. თქვენ შემთხვევაში იქნება 48 ზომა, 50, 30, არ ვიცი. აი ასე ნახეთ ახლა, ეს ძაფი. შემოახვიეთ, რითიც გსოვდით ამ ძაფს? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ,
აი ასე. და ნემსზე. პლასმასის ნემსი თუ გაქვთ, ყველაზე მოხერხებულია ამ დროს. არის კიდე აი სქელწვერიანი ნემსები, ასეთი არა, სქელწვერიანი ნემსები თუ გაქვთ, ის კიდე უკეთესია. საყელოს დახურვისთვის. ეს თვითონ ეს ზაფი მოვჭერით, რითიც ვქსოვდით. და ვიწყებთ საყელოს დახურვას ახლა. საყელოს დახურვას კი არა, რას ვამბობ ახლა. თვლების დახურვას უკაცრავად. ერთი სიტყვით. აი აქ არის ბოლოში ახლა უკუღმა თვალი და მე ეს თვალი მჭირდება. დააკვირდი კარგად. ხორ გვაქვს ახლა ჩვენ ერთი წაღმა, ერთი უკუღმა, ერთი წაღმა, ერთი უკუღმა. ამ წაღმას გავცდები, მე არ მინდა და შემდეგი უკუღმა, მაგრამ აი აქედან აი ასე გავიყვან. აი ასე. ახლა ნახე. ეს წაღმა იქით დამჭირდება, მე რო იქ უნდა მივაბა შემდეგ. ამიტომ ეს წაღმა, აი ეს გვერდი მჭირდება ამ წაღმას. ნახე ეს გვერდი. ეს გვერდი შემდეგ რომ მოვალ და დავამთავრებ ამ თვლების დახურვას, ეს იქ უნდა მივაბა იმ წაღმას, იქ რომ მოვა ბოლოს. ნახე, ეს წაღმა აქედან და აქ რო წაღმა არის, გაცდი იმ უკუღმას და ეს გვერდი ამ წაღმას. აი ასე. ეს ხელს გიშლის რომ დაინახო. ახლა აქ ხომ არის უკუღმა, აი ეს გვერდი ახლა მჭირდება უკუღმასი. და შემდეგი უკუღმასი, მაგრამ მარჯვენა გვერდი, აი ეს. აი ასე. ახლა ნახე, ამ წაღმას გაუშვებ და აი ეს გვერდი მჭირდება. ის გვერდი იქით ჩავაბი უკვე და აი შემდეგი წაღმა. აქეთ წაღმები, იქით უკუღმები. ახლა ამ უკუღმას მარცხენა გვერდი და შემდეგი უკუღმას, ეს ხო წაღმა, შემდეგი უკუღმას მარჯვენა გვერდი. აგერ იქიდან გამომაქვს. ეს მჭირდება. ახლა ამ თვალს გადავაგდებ, რადგან ორივე მხარე ჩავაბი. ეს ნახე ახლა, ეს წაღმა არის. ამ მხარეს ჩაბმულია, მეორე მხარე მჭირდება. აქედან წაღმას ეს მხარე მჭირდება. აი ეს უკუღმა მარცხენა მხარე ახლა მჭირდება, შემდეგი უკუღმას აი რო გამოვწიო, რომ დაინახო. ეს მხარე კი არა, მეორე. თვალს ხო აქვს ორი გვერდი, ხო? ახლა ესენი რო გადავიტანო, შემდეგ რთულია გაიგო, რომელი გვერდი გამომყავს. აი ეს. აი ეს გვერდი გამომყავს, აი. აი ასე. აქედან რო გამყავს, ამ წაღმას ეს გვერდი მჭირდება, ნახე და აქედან ეს. ეს უკუღმა ნახევარი მარცხენა გვერდი ჩაბმულია, ეხლა მარჯვენა მჭირდება და გადავიყვან, აღარ მინდა. ეცა ამას აქ გადმოვაგდებ, რომ მიხვდე. აი უკუღმა, მეორე უკუღმას ეს გვერდი მჭირდება აქედან. აქედან. აი ეს წაღმა ჩამოვაგდე, ნახე, აი
ამ გვერდიდან მეორე გვერდი ამ წაღმას უნდა დაუკავშირო. აი ასე. ეს ნახე უკუღმა თვალია. იქითი მხარე ჩაბმულია, ეხლა აქეთი მხარე მჭირდება, აი ეს. პირველი. არ დაიბნე ის წაღმა გადავაგდე, აი აქ არის და ეხლა ეს გვერდი მჭირდება, მეორე გვერდი ამ წაღმას. აი ამიტომ არ მინდა ჩამოვაგდო, რომ მიხვდე რომელ მხარეს ვიღებ. და შემდეგი წაღმა. ახლა უკუღმას მეორე გვერდი გადავიტანე და აი აქ ამ უკუღმასი ეს გვერდი. ეს გვერდი შემდეგ უკუღმას დაუკავშირდება აქ. ახლა ეს გვერდი მჭირდება. აი ასე. აი ეს ის წაღმა რო გადმოვაგდე და მჭირდებოდა კიდე მეორე გვერდი. აი ეს, აი აქედან. ნახე? აქედან გადიხარ და ამ გვერდს აქედან, აი ერთნაირი გვერდები დააკავშირე, აი ეს გვერდი რომელიც არის. ამ წაღმას ეს გვერდი, იმ წაღმას ეს გვერდი. და თვალივით ერთად გამოიყვან, აი ასე. შემდეგ აქეთ ასე ამას ისევ გადავიტან, რომ თვალსაჩინო იყოს, რას ვაკეთებ, საიდან აი უკუღმასი, ახალი უკუღმა ამ გვერდიდან გავდივარ. კარგად მოჭიმე, ძალიან ფონედ არ დაგრჩეს თვლები. ახლა ეს წაღმა რო გადმოვაგდე, ეს გვერდი მჭირდება. და ამ წაღმასი ეს გვერდი. იმედია გასაგებია, აი ასე უნდა დახურო ეს, აი ასეთი უნდა გამოგივიდეს. აი იქიდანაც ხო წაღმებია ისინი და თავიანთ მხარეს გვერდებით უკავშირდებიან ერთმანეთს. შეგიძლია ასეც გადაიტანო, თუ შეძელი მერე ჩხირზე ვტოვებ, რომ ადვილი იყოს სადმის, საიდან მოგაქვს მერე ის და სად დაუკავშირო. თორე შეგიძლია ასე გადმოიყვანო, უკვე გადააგდო და შემდეგი ამოიყვანო. აი ასე. ეხლა აქ ეს უკუღმა უნდა იპოვო, ხო, სადაც იყო, რო ამოიყვანი, აი ეს არის. ახლა მე ვხედავ, შეიძლება შენთვის ეს რთული იყოს, ამიტომ ისევ ჩხირზე დატოვე, რომ ზუსტად გააკეთო მერე ის, დაუკავშირო. აი, ამ უკუღმაზე აქედან გამყავს პირველი. ახლა აქედან წაღმა ეს ისაა, აი გადმოვაგდე უკვე მე. აი ესენია. რო შეგეშალოს და სხვა მოიყვანო, ამიტომ ვტოვებ ჩხირზე, რომ ადვილად გაიგო, რომელს უკავშირებ. რო შეგეშალოს აღარ გამოგივა ასეთი დახურვა, არ გამოვა მაშინ. ახლა უკუღმები გვაქვს, უკუღმას ეს გვერდი. ამ წაღმას ისევ გადავიტან, მაგრამ მეორე გვერდი გვჭირდება და აი უკუღმაში ახლა პირველი აქედან გავდივარ. ახლა აქედან წაღმა ეს იყო და აი ეს გვერდი იყო. და აქედან ეს წაღმა.
ახლა ეს უკუღმა აქედან ხო მეორე უკუღმასთან მჭირდება ეს უკვე მეორე გვერდია გადამაქვს აღარ მჭირდება აი ასე ეს წაღმა გვჭირდება მაგრამ გადავიტან რომ აი აქ ნახო აი აქედან გამყავს უკუღმაში აი ახლა წაღმათვალის მეორე გვერდი აი ეს არის აი ესენია ახლა ნახეთ ჩვენის ჩავაგდეთ უკუღმა თვალი უნდა იპოვო თუ ასე მოგსო დახურავ უფრო სწორად მეორე გვერდი უკუღმასი და ამ უკუღმასი აქედან გახვალ აი ეს გვერდი ახლა ამ წაღმასი ეს გვერდი გვჭირდება და ამ წაღმასი ეს გვერდი გვჭირდება ეს უკუღმას მეორე გვერდია შემდეგი უკუღმას აი აქეთა გვერდია იმედია გასაგებად ხსნი არ ვიცი თუ ვერ გაიგოთ ცოტა მუქი ფერის ძაფიც კი არის მაშინ მომწერეთ და ცალკე ჩავწერ კიდე ეს უკუღმაა და აი ამ უკუღმასი აი ამ ხრიდან უნდა გავიდეთ აი ასე ახლა ამ წაღმასი გადამაქვს იმიტომ რომ ეს გვერდი მჭირდება და აი ეს წაღმა უკუღმას მეორე გვერდი გადავიტან აღარ მინდა და შემდეგი უკუღმას აი აქედან ეს გვერდი მინდა აი ასე ამ წაღმას მეორე მხარეს რო დაუკავშირო ვატრიალებ ხო ის გვერდი იქით არის ეს გვერდი აქეთ არის აი ასე დახურავ მთლიანად ვამთავრებთ თვლების დახურვას ესაც ბოლო თვლები აი ნახე ეს ბოლო წაღმა რო დავიწყე მეთვლების დახურვა მაშინ გითხარი რომ ეს წაღმა თვალის ერთი გვერდი აქეთ დაგჭირდებოდა აი ეს მოვიდა ის წაღმა ამ წაღმას უნდა დაუკავშირდეს რომ მთლიანად შეიკრას ახლა გადავდივარ იქით ერთი უკუღმა მაქვს და როცა დავიწყე აქედან თვლების დახურვა აქაც ხო იყო არა თავისი გვერდი ხო აქვს უკუღმასაც აი ბატონო მთლიანად ისე დახურავ რომ აქ საერთოდ არ დაგრჩეს ღია ადგილი არ დაგრჩეს რაღაც შორს ერთმანეთისგან და ისე რომ ერთმანეთს არ უკავშირდებოდეს თვლები შემდეგ ამას ჩააბამ აქ ლამაზად შეიძლება ზუსტად ისე არ გამოგივიდეს აი მაგალითად ახლა ეს ასე არ უნდა დარჩეს გამოდი დაახლოვე ესენი ერთმანეთთან აუცილებლად, იმიტომ რომ აქ არის დასაწყისი და დასასრული და შეიძლება ასე შორს
წავიდეს ერთმანეთისგან და ძალიან ლამაზად ასე უნდა გააკეთო. ახლა ეს სადღაცა ჩაუშვი ჩუმად წყნარა თავისთვის და ასე. ახლა ვნახოთ. ეს იყო ზურგის მხარე, კისერში უფრო სწორად დასაწყისი დასასრული. ეს ცოტა კარგად ჩამოჭიმერო თავის ადგილზე დასვას ეს რიგი და თვლები, შემოbrunდი და ეს არის წინა მხარე. მართლა ვინიპუხის ჯემპრი გამოგვივიდა ახლა, მაგრამ ვინიპუხი აქ არ აყვავს. ბავშვებს საქართველოში კი ყავს ერთი დიდი ლამაზი ვინიპუხი, მაგრამ ნახე ახლა. ეს გინდოდათ თქვენ როგორ იქსოვებოდა ეს ჯემპრი და ეს ასე იქსოვება. ზედმეტი თუ რამეა. კარგად ჩაამაგრე, მოაჭერი. ახლა შიგითა მხრიდან ნახე. აქედანაც დაიხურა ის, როცა ჩვენ თვლები დავხურეთ ეს ჯემპრი რომ მოგსოვე და მხრები რომ შეკარი და გამოგივა ძალიან ლამაზი. ასეთი სტილის საყელო იყო თქვენ რომ გადმომიგზავნეთ ფოტო და ეს არის ის. იმედია, ვინც ნახავს, გამოადგება ბევრს. წარმატებები, კარგად ბრძანდებოდეთ.